მედიკამენტების მიღების ინექციური ფორმები. წამლის ინექციით შეყვანის გზა, მარტივად რომ ვთქვათ, ნემსის გაკეთება. კანქვეშა, კუნთშიგა, ვენაში, ხერხემლის სვეტში და ასე შემდეგ. კანქვეშა ინექციის დროს წამალი კანქვეშ არსებულ ცხიმოვან ქსოვილში შედის და წვრილ სისხლძარღვებში, კაპილარებში გადაადგილდება სისხლის ნაკადთან ერთად. ან სისხლის ნაკადში ხვდება ლიმფური სადინარების მეშვეობით. ნემსით შეყვანილი წამლის ეფექტურობა უფრო მაღალია და ძლიერ ეფექტს იძლევა, სხვაგვარად მეტაბოლიზდება, რადგან სწრაფად შეიწოვება. ინექცია რეკომენდებულია შედარებით მსხვილ კუნთებში, რომლებიც დაშორებულია ძირითადი სისხლძარღვისა და ნერვებისგან. თვითმკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია ზუსტი ინსტრუქციის გათვალისწინება. ყველაზე ხშირი გართულებები ნანემსარი უბნის გამაგრება, ჰემატომა, ანუ სისხლჩაქცევა და ტკივილია. მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია ტრიფანოფობია, რომელიც ნემსის ძლიერ შიშს გულისხმობს. შიშმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, სისუსტე ინექციის წინ ან მის შემდეგაც. შესაძლებელია გონების ხანმოკლე წასვლაც კი. წამლის ინფუზიური ფორმა, ინტრავენური გზა, მარტივი განმარტებით ვენაში შეყვანა. ინტრავენური გზა წამლის შეყვანის საუკეთესო მეთოდია, ყველაზე სწრაფი და ეფექტური. სისტემური ინექციით მიღებული მედიკამენტები პირდაპირ ან ირიბად შედიან სისხლის მიმოქცევაში და შესაბამისად გავლენას ყველაზე სწრაფად ახდენენ მთელ სხეულზე. ინტრავენურად მიღებულ წამლებს ასევე აქვთ 100%-იანი ბიოშეღწევადობა, რადგან ისინი გვერდსუვლიან ბევრ მეტაბოლურ უბანს, რომლებიც გვხდება ენტერალურ გზაზე. ასევე ცნობილია როგორც პირველი გავლის მეტაბოლიზმი. ინტრავენური გადასხმის გაკეთება დაუშვებელია თვითნებურად. სახლის პირობებშიც კი აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა, რადგან სწორად მოხდეს გადასხმის სისტემის სწორად დაყენება და დოზირების შერჩევა, რათა არ მოხდეს გართულება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაეცანი ჩვენს ინსტრუქციებს და დაელოდე მომდევნოს.